Ებშიდობისა ბატონებო, ქალბატონებო გილოცავთ განვლით დღესასწაულებს, ყველაფერ კარგს დაესწარით, რაც თავი იყავით ჯანმრთელები და თქვენ ცხოვრებაში შეგეტანოთ ცვლილებები სიკეთისკენ, ჯანმრთელობისკენ, უკეთესობისკენ, უსაფრთხოებისკენ და ზუსტად ეს ვიდეო მაგას მინდა დაუთმო და გითხრათ, რომ ის რასაც ამდენი წლების განმავლობაში ქადაგებდით და ვიძახდით და ესე იგი არავინ არ გვიჯერებდა, გვეომებოდნენ, გვებრძოდნენ. აგერ ბატონო ხო შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ როგორც იქნა გადადგა ნაბიჯი ადამიანების სასიკეთოდ ხო არა ერთეული პირების ვინც რაღაც ზედა ეშელონებში ან დიდი კორპორაციების ფლობელები არიან არამედ ჩვეულებრივი მოსახლეობის მხარეს და ხედავთ რომ 72 ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული 72 აცრიდან 11 აცრამდე ჩამოიყვანეს ხო ვაქცინაციაში ამცირეს ამავე დროს ყველაზე მთავარი დაიწყო რომ დაიწყეს საუბარი იმაზე რომ ტექნოლოგიურად დამუშავებული და შექმნილი პროდუქტები არ არის მიზანშეწონილი არ არის კარგი ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ესე იგი ყველაფერი მიემართება იმისკენ რომ გადაუმუშავებელი ჯანსაღი პროდუქტები გამოჩნდეს ბაზარზე მათ წაახალისებენ იმისთვის რომ ადამიანებმა შეწყვიტონ აი ეს ტექნოლოგიური პროდუქტები რომელიც ღმერთმა უწყის როგორ არის დამუშავებული ჯერ რაც თავარია ხო უმეტესობა თერმულად და ქიმიურადაა დამუშავებული და მოგეხსენებათ რომ ნუტრიენტების უმეტესობა თერმულ-ქიმიური დამუშავების დროს ნადგურდება ფუჭდება და ამიტომაც არის ის რასაც ყიდულობთ 10-დან 8-9 შემთხვევაში ყიდულობთ პროდუქტს რომელშიც საკვები რასაც ქვია ის აღარ არის მასში ნუტრიენტი მასში აღარ არის სიკეთე მასში აღარ არის და არის რაღაცა ქიმიურ თერმულად დამუშავებული რაღაცა მასა და აი ამ ყველაფრისკენ გაკეთდა გადაიდგა ნაბიჯი და მისასალმებელია მადლობა დონალდ ტრამპს მადლობა კენედი უმცროს ვინც ახლა განაგებს ჯანდაცვას და აი ესეთი აი ამხელა ვაშკაცობა გამოიჩინეს და აი ამხელა რაღაცაზე წავიდნენ რომ კაცობრიობის სასიკეთო და არა დიდი ფარმაცევტული თუ საკვები პროდუქტების დიდი კორპორაციების სასარგებლოდ აი ყველაფერი ის რაც მინდოდა უცებ ესე მოკლე ვიდეოში მეთქვა კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2026 წელს და ყველაფერი კაი მომხდარიყოს თქვენ ცხოვრებაში მადლობთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის